Თან გადავდივართ კიდევ ერთ თემაზე, რომელიც ეხება კომპანია ჩირინას, რომელმაც ჭუ ავსტრიისგან სურსათის უსაფრთხოების სერტიფიკატი მიიღო, საუბარია FSSC 22000-ზე, რაც ადასტურებს, რომ ამ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტები შეესაბამება უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. მნიშვნელოვანი აღიარება საქართველოს და რეგიონის უმსხვილესი მეფრინველეობის კომპლექსისთვის, რომელშიც სხვა შორის ამ დროისთვის 180 მილიონი დოლარია ინვესტირებული. მას შემდეგ, რაც კომპანია ჩირინამ და მისმა ბრენდმა BioBium მიიღეს ევროპის წამყვანი მასერტიფიცირებელი ორგანიზაციის დასტური, ეს კომპანიას დამატებით უხსნის გზას ევროპული ბაზრებისკენ. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ჩირინამ ასევე მიიღო ჭუ ავსტრიის დასტური წარმოების სისტემების გამართული მუშაობისთვის, რაც წარმოების უმაღლეს სტანდარტზე მიანიშნებს ევროპის მასშტაბისაც. მე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ჩირინამ ასევე მიიღო დასტური ჰალალის სერტიფიკატის სახით. ჰალალის სერტიფიკატი ცხადია, ეს არის მწვანე შუქი საექსპორტო ბაზრებისკენ და რომელიც არაბულ ქვეყნებს მოიაზრებს. კიდევ რა სიახლეებია კომპანიაში, რომელიც ბოლო 10 წელიწადია საქართველოს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის უმსხვილეს ინვესტორად რჩება. ასევე რა ეტაპზეა სასამართლო დავა კომპანია ყვარლის ბაგასთან და როგორია მომდევნო საინვესტიციო გეგმები, როგორ უყურებს ჩინეთის ბაზრის პერსპექტივებს. აი ამ თემებზე რამდენიმე დღის წინ ვესაუბრეთ ჩირინას დამფუძნებელს და მმართველ პარტნიორს რევაზ ვაშაკიძეს და აი ამ ინტერვიუს გთავაზობთ ახლა საქმიანი დილას ეთერში. ჰალალის შემდეგ ორიგი წარმატება, რომელიც კომპანია ჩირინას უკავშირდება. იცით სიახლეები, რომელიც BMG-მ სულ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა, შესაბამისი სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კომპანია ჩირინას პროდუქცია უკლებლივ და ნებისმიერი, რომელიც ამ ბრენდის ქვეშ გამოვა და ამ კომპანიის მიერ იქნება წარმოებული, სრულად შედის არაბულ ქვეყნებში, რაც მას ფართოდ უხსნის კარს დამატებით ექსპორტისკენ. თუმცა სიახლე, რითაც მინდა დავიწყო საუბარი კომპანია ჩირინას მმართველ პარტნიორთან და გენერალურ დირექტორთან რევაზ ვაშაკიძესთან უკავშირდება ჭუ ავსტრიის მიერ მიღებულ სულ რამდენიმე დღის წინ დასტურს, რომელიც ეხება FSSC-ის 22000, ეს არის Food Safety System Certification, რომელიც უმაღლესი სტანდარტი არის სურსათის უსაფრთხოების ISO-ს დამადასტურებელი, რომელიც როგორც გითხარით, ჭუ ავსტრიის მიერ არის დადასტურებული და ეს რამდენიმე დღის წინ მიიღო ასევე კომპანია ჩირინამ და შესაბამისად დადასტურებულად ჩაბარდა კომპანიას და მის მენეჯმენტს. გამარჯობა ბატონო. მადლობა მოგზაურობისთვის, გილოცავთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, თუმცა ვიცი, ეს ძალიან სკრუპულოზური პროცედურა არის. მე მგონი ლამის ყველაფერს გადიან. არა, ყველაფერს შორის შენარჩუნება ამ სტატუსის არანაკლებ რთულია. გეთანხმებით, ფაქტიურად წარმოების ყველა ეტაპზე დაწყებული ქათმის გაზრდიდან ფერმაში რამდენი წიწილა არის, არ შეიძლება დიდი რაოდენობით იყოს. ესეთ შეზღუდვები არის და როგორ ვექცევით, როგორ ვკვლავ. რაოდენობის ხრივაც ბატონო რეზო? რაოდენობის ხრივაც, ხო. როგორ არის, როდესაც არის 1 კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 18-ზე მეტი, ეს არაბუნებრივად ითვლება და ამიტომ შეზღუდვებია 14-15 ფრინველი 1 კვადრატულ მეტრზე. ცხადია თუ გინდა რომ ფლობდე უმაღლესი სტანდარტის და ჩვენ გვაქვს ხორცის გადამუშავებელი საწარმო და ბევრი კომპანია, მათ შორის ვისაც ხა ჩვენ თანამშრომლობთ, ყველას უნდა ეს სერტიფიკატი. სხვა შემთხვევაში არ ღებულობენ პროდუქციას. ბატონო რეზო, ეს ჰალალის მსგავსად, რაზეც თქვენი კომენტარი მოვისმინე BMG-სთან. ჭუ ავსტრიის FSSC 22000. ეს კარის გაღება ევროპისკენ თუ აი რა გადაწყვეტილება არის ამ სერტიფიკატის მიღება? ეს კარის გაღება ჩვენი მხრიდან კომპანიის მხრიდან არის, მაგრამ ევროკავშირის აქვს მთელი რიგი შეზღუდვები და მოლაპარაკებები ქონდა სურსათისმცემელო სააგენტოსთან, რომ ჩვენ ვეტერინარული პირობები დაგმოყოფილებინა არა კომპანიაში, არამედ მთელ ქვეყანაში. ხო და დღემდე მე რაც ვიცი ხა დღეს შეჩერებული არის ეს პროცესი და შესაძლოა ჩვენ შეგვიძლია მარტო საქართველოსთან ხო თუ შავ ზღვაში რამე დავიჭირეთ ის გავზადოთ,
ცხოველები და ის ექსპორტს ვერ გავაკეთებ და ვეტერინარული პირობები სახელმწიფოთა შორის იმ შეთანხმებას საჭიროებს მაგალითად დიახ მაგას ვთქვათ მართალია უკრაინამ რამდენიმე საწარმოები მიიღო ეს ნებართვა და ექსპორტს აკეთებს ევროკავშირში მაგრამ იქ საჭიროა უფრო მეტი აქტივობა მთავრობის მხრიდან ну ჩვენ შეგვიძლია რო იყოს ჩვენ შეგვიძლია ექსპორტის გავაკეთოთ. ბატონო, ვეტერინარიაზე გამახსენდა უფრო ბიზნეს ნაწილში კი მივიდიოდი, მაგრამ მაინტერესებს რა ეტაპზეა დავა კომპანია ჩირინას და ყვარლის ბაგას შორის ის დიდი ხანია უკვე გრძელდება და ეხლა რა ეტაპზეა მისული აღნიშნული? მე გეტყვით ეხლა რა ეტაპზეა მე თქვენი მაყურებლებისთვის ინფორმაციას მაინც განვაახლებ. ჩვენ 2018-2019 წელში ყვარლის ბაგას ვაწვდით ქათმის ნაკას ჩვენი ხელშეკრულების შესაბამისად და გეტყვით რომ ეს მიწოდება იყო მზარდი ესე იგი თვიდან თვამდე იზრდებოდა ეს მიწოდებები ახლა გეტყვით რომ და 2019 წლის ბოლოს დაიწყო უკვე კომპანიის მიმართ პრეტენზიების აღება გეტყვით რომ ეს პრეტენზიები ყვარლის ბაგამ წაუყენა ჩირინას და შესაბამისად რუსთავის სასამართლოში მიმართა რომ ჩვენ პროდუქცია მივაწოდეთ იმათ რა განიცადეს ზარალი და ასე შემდეგ ეს არის 2019 წელი 2019 წელი ეს მიმართეს და გეტყვით რომ ჩვენ საკმაოდ გაოცებული ვიყავით ამ მიმართვით, იმიტომ რომ ჩვენი ხელშეკრულების არცერთი პირობები არ დაგვირღვევია ამ მიწოდებით. და რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2 წელი იხილა ეს საკითხი და არ დააკმაყოფილა ყვარლის ბაგას მოთხოვნა, მაგრამ მე მოხდა ფანტასტიკური რაღაცა ყვარლის ბაგამ გამოიტანა ეს საქმე რუსთავის სასამართლოდან და შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში. საიდანაც ხელახლა დაიწყო? საიდანაც ყველაფერი ხელახლა დაიწყო. გეტყვით მე ეს როგორც წესი გული მიგზნობდა და არ მომეწონა. რატომ მოხდა სასამართლოს ცვლილება? იმიტომ ყველა მოსამართლე ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას და თუ იქ არაფერი არ დააკმაყოფილა თბილისის სასამართლოს რატომ უნდა დაეკმაყოფილებინა ხო მაგრამ ამიტომ მე ყველა სასამართლოზე დავიწყე მონაწილეობის მიღება გამომდინარე იქიდან თბილისში რუსთავში არ ესწრებოდი? არ ვესწრებოდი მე მაინც იმედი მქონდა და ის იმედი რუსთავში მოსამართლეებმა გაამართლეს და თბილისში მე ვცდილობდი რომ ყველა მოსამართლის ამიხსნა პირადად არა სასამართლო პროცესში პროცესი ცხადია ხო პირადად შეგულისხმობ სასამართლო პროცესის ფარგლებში და გეტყვით რომ აქ უკვე ჩატარდა პირველი ეტაპი მეორე ეტაპიც ჩატარდა და მე გეტყვით რომ მოსამართლეები რომელიც იყო ყველა ინტელექტუალები იყვნენ და ყველას ესმოდა რა მოხდა არ იყო ისეთი რომ მოსამართლე არ ვერ გაიგო რატომ წაგვიყვენა პირობები რომ ეს უსაფუძვლო იყო ყველაფერი იყო განხილვებიც იყო სასამართლოში და რაღაცა მიუხედავად იმისა პირველ ინსტანციამ სრულად დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა იქ 4.7 მილიონი ლარი იყო და მეორე ეტაპზე 3 მილიონი შეამცირეს და დატოვეს 1.600.000. ანუ პრეტენზია ჩამოვიდა 1.600.000. ხო, 1.600.000-მდე. მე გეტყვით რომ ანუ უზენაესი სასამართლოს პირას ვართ ბატონო რეზო, სწორად. ეხლა ვართ უზენაესი სასამართლოს პირას და ეხლა გეტყვით რომ თელი პრობლემა რა შემდგომარეობს. ის გითხარით რომ სასამართლო ხელშეკრულების არც ერთი პუნქტი არ დაგვირგვებია და მოსამართლეც არ ეხნობა ამ პუნქტების დარღვევას. ბატონო, დაზუსტო მინდა. ანუ თქვენ ბრძანებთ, რომ სასამართლო მთელი ამ ხნის განმავლობაში მთავარ საკითხზე, რაც ორ სუბიექტს შორის კონტრაქტით დაკავშირებული ურთიერთობები ჰქვია, ამაზე არ უმსჯელია? არა.
ანუ რაზე მსჯელობ წკინტლის სკანდალზე თუ რაში? მოდი რაზე მსჯელობ გეტყვით, რომ უცბად წამოაყენა ყვარლის ბაღამ, რომ ჩვენი ნაკელი შეიცავდა ანტიბიოტიკს. ანტიბიოტიკი შეიცავდა, ჩვენ რასაკვირველია გაოცებული ვიყავით და რატომ ვიყავით ხა ჩვენ არ ხმარობდით ტეტრაციკლს ანტიბიოტიკს საერთოდ. და მაგრამ ციდან ხო არ მოიტანა ეგ? ციდან არ მოიტანა, მოიტანა იმიდან ისრაელის ლაბორატორიაში გააკეთა ანალიზი. ანუ საერთაშორისო ლაბორატორიად ჩაერთო? ის რუსთაველის სახელობის მახსოვს ბათუმის ერთ-ერთი ლაბორატორია, რომელსაც აკრედიტაცია არ აღმოაჩნდა. ხო, არ აღმოაჩნდა. ეს მახსოვს ეს. ეს გახსოვთ შენი რა. ისრაელი არ ვიცოდი რა ხდება. ისრაელში რა იყო და ჩვენც არ ვიცოდით ახლა ისრაელში და აკრედიტაციის ცენტრს ისრაელის მიმართეთ. რომ მოეცა ინფორმაცია იმ ლაბორატორიაზე და აღმოჩნდა თურმე ის ლაბორატორიაც არ არის, არაფერი არ არის და საერთოდ არც აკრედიტაცია აქვს და იქ მოიწერა რომ საერთოდ არ აქვს და არც ექნებაო. ასე გამიმართა ისრაელის აკრედიტაციის ცენტრს. ოფიციალური საბუთი მიიღო თქვენმა მხარემ. ისრაელთან მივიყვეთ ოფიციალური მხარე და შესაბამისად ხა მე რო გითხო გაოცებული ვარ, იმიტომ რომ ხა ეს ფაქტიურად არის გაყალბება დოკუმენტაცია. იმ კომპანიის დასკვნა, ბატონ რეზო, რაზეც ისრაელის სააკრედიტაციო ცენტრი იწერება, რომ მას არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია. შესაბამისად არ აქვს შეფასების უფლება. არ აქვს. იმ კომპანიის დასკვნა ამ თემაზე დევს საქმეში? საქმეში არ ადევს. რატომ არ ადევს? იმიტომ რომ ჩვენ საქმეში არ დევს საერთოდ რომ იმას აკრედიტაცია აქვს. აქვს თუ არა? ანუ აქვს თუ არა? უბრალოდ დევს დასკვნა. უბრალოდ დღეს დასკვნა და ანტიბიოტიკი გამოიყენე? უბრალოდ ჩვენ ანტიბიოტიკი გამოიყენე და შესაბამისად დასკვნა რომ ჩემი ერთ-ერთი ადვოკატი იძახდა ეს იმათი ვალდებულება რომ აკრედიტაცია წარმოადგინონ და რო არ წარმოადგენს მე დავიწყე შესწავლა და მიმართა მარტო იმათ არ მიმართე სხვადასხვა ორგანიზაციასაც მიმართე და ფაქტიურად ვარ გაოცებული. მაგრამ ამ გაოცებას თავი დავანებოთ ბატონ გიორგი. საქმე ის არის რომ საერთოდ ყვარლის ბაღამ აიღო არასწორად მხოლოდ ერთი პარტიის სინჯი და გააგზავნა ისრაელში. სულ რამდენი მიაწოდეთ ყვარლის ბაღას? სულ მივაწოდეთ დაახლოებით 178 ხო. და 178-დან 200-მდე მიწოდებული პარტიიდან ერთი არის გაანალიზებული და ვითომ არის ანტიბიოტიკი. მაგრამ აღმოჩნდა რომ არ არის. ეს ეხლა ამას საუბრობთ ბათუმზეც ხო და საქმე როგორ არის იცით რომ როგორ შეიძლება განათლებულმა და მე განათლებული და თქვენი ხალხი არის ერთი სინჯით გააკეთოს დასკვნა 178 სინჯზე და ეს ჯარიმა რომელიც დღეს საბოლოოდ არის ეს 1,600,000 ამ ერთი სინჯით არის გაკეთებული. ეგ რა დასკვნის გაკეთების საშუალებას მე გეტყვით მე ჩემ აზრზე ყველა პროცესში მიგიღიათ მონაწილეობას ასე ხო მე გეტყვით ახლა ჩემი მე დასაწყისში ვთქვი რომ პირველი ეტაპზე კორუფცია იყო თქო მაგრამ ახლა გეტყვით რომ პირდაპირ გეტყვით რომ ეს არის ახალი მეთოდი რომ კომპანიას ჩინას ვიდახი ამ შემთხვევაში როგორ წაართვა ფული მოსამართლეების გამოყენებით. მეტი არაფერი. გამოძალვა არის. მე გეტყვი რომ მე მქონდა შეხვედრა პროკურატურასთან, მაგრამ იმათმა მითხრას ჯერ დამთავრდეს სასამართლოდ მერე გავიშევისწავლეთ და მე გეტყვით რომ ძალიან გული მტკივა რატომ? იმიტომ რომ ჩირინა არის საქართველოში ყველაზე დიდი ინვესტორი. რჩება დღემდე ყველაზე დიდი ინვესტორად საუბედუროდ რჩება საუბედუროდ არა იმიტომ რომ ეს დაახლოებით 10 წლის წინათ უკვე დავიწყე და დღემდე გრძელდება და
ჩემი აზრით საინვესტიციო გარემო და ის გაიზარდა და უფრო მეტი ინვესტიცია უნდა მოხდარიყო. ჩინას დღემდე რამდენი აქვს ბატონო რეზერვი? 180 მილიონი დოლარი აქვს საკუთარი ფული და მოზიდული კრედიტები ჩადებული კომპანიაში. ბატონო რეზერვი გეგმები რა არის ინვესტიციებთან დაკავშირებით? გეგმები რა არის? იცით თქვენ ადრე განაცხადეთ, რომ ერთი ეტაპი საინვესტიციო პროგრამისა დაასრულეთ. ერთი ეტაპი ჩვენ დავასრულეთ, ეს რა შეეხება ქათამს, ფრინველს, ეს გეტყვით რომ ეს არის ძირითადი ცილის წყარო ჩვენ საკვებში. ჩვენ გვქონდა გეგმა აგრეთვე ინდაურზე, ინდაურის წარმოებასთან დაკავშირებით. ბატონო ზო, მსგავსი კომპლექსს ფიქრობდით ინდაურზე, როგორც ქათამზე გააქვთ? როგორც ქათამზე, დიახ. დიახ. ეს ერთი და მესამე იყო ნახევრად უკვე დამუშავებული პროექტი არის, ეს არის კარტოფილის ინდუსტრიალური წარმოება. სამხრეთ საქართველოში. ახალციხე? ახალციხე, დიახ. იქ მიწებიც არის შერჩეული და რა ვიცი. და რატო არა? არც ინდაური და არც კარტოფილი? გეტყვით, ეხლა როგორ არის, ისეთ როდესაც ასეთ უსამართლობას ვაწყდები, მაგალითად, რაც ეხლა მოგიყევით წარმოებასთან, ძროხების კვებასთან და იმასთან, რაღაცა გულიც მიკვდება, იმიტომ რომ საქმე რა არის, რომ პირველი ასეთი დიდი პროექტები, როგორც წესი, მთავრობასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. მთავრობა უნდა დაინტერესებული იყოს, თქვათ, ჩვენთან რა მდგომარეობა ქათმის განვითარებასთან. და რა ვიცი ხა მაგალითად მე აქტიურად ჩავებმები იმაში ჩინეთთან დაკავშირებით თუ მთავრობის ინტერესიც იქნება ამით და იმიტომ ჩვენ 5 წელია იქ თანამშრომლობდი ჩინეთის საელჩოსთან ჩვენ ხელს გვიწყობდა საგარეო საქმეთა სამინისტრო და რა ვიცი საელჩოც ხელს გვიწყობდა მაგრამ ჩინეთი ვერ გავარღვიეთ და ეხლა უკვე დაახლოებით 1 კვირის წინ და ჩინელები ჩამოვიდნენ ჩვენთან და უნდა თანამშრომლობა. საწარმოში იყვნენ ბატონო ზო? საწარმოში იყვნენ, დიახ. საწარმოში იყვნენ და მე გეტყვით რომ ჩვენი საწარმო არის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო და გეტყვით რომ ამიერკავკასიაში სიდიდით ერთ-ერთი პირველი საწარმო არის. ამის დასტური არის კიდე ხო, ავსტრიის არის ხო და მე იმედი მაქვს, რომ ეს უზენაეში ეს პროცესი უფრო გულისხმიერად მიუდგებიან და გაუქმებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიღებული იქნა. ეხლა რაც შეეხება მე რა არის, რაც ემწყდება გულით, რომ ეს რო სასამართლომ დატოვოს, მე მომიწევს სტრასბურგში და მე მომიწევს შემდეგ მე არ მინდა საქართველოს უჩივლო და ბიუჯეტიდან ავიღო ეს თანხა. კარგად გამიგეთ, კი, მე არ ჩამოსულვარ და არ მუშაობ, იმიტომ რომ ბიუჯეტი რაღაცა თანხები დავიბრუნო ზოგიერთის ცუდი გადაწყვეტილების გამო. მადლობა ინტერვიუსთვის, ბატონო, საინტერესო იყო. მადლობა. მადლობა.